შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებში გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავთ. ბოდიში წამალი რომ იყოს ბილეთები ჯიზე მაინც ვერ გაიყიდებოდაო ნათქვამია. შესაბამისად, ცოტა ხანში ბილეთები ჯი შეიცვლის სახელს და გახდება ბილეთებს ვერ ყიდით და ბოდიში ჯი. დიახ, როგორც IPN იუწყება ბილეთები ჯი ბოდიშს იხდის. შესანიშნავია, მშვენიერი, მაგრამ მეორე ბოდიშიც მჭირდება მეგობრისათვის აღმოსავლეთის სექტორში, მეორე იარუსზე. ან სადმე სხვისთვის მოხდილ ბოდიშს არ დაემთხვას, რაც მთავარია. ახლა ბილეთები კი სალაროში გაიყიდება, მაგრამ დადებითი მხარე მაინც აქვს ამას. აი როგორც ზვიად სიჭინავა ამბობს, ასეთ ღონისძიებებზე UEFA-ს ბილეთები სალაროში არასდროს გაუყიდია. ისტორიაში შევედით. აჰა, რა გაგვინა მეტი ხალხო? ბილეთები ჯიზე შესვლას ახლა ისტორიაში შესვლა არ ჯობია? ჯობია. მაგრამ ახლა სალაროსთანაც ამბები იქნება? ერთი გადამატარეთ უკაცი ხარ ჯი. რიგი დაიცავით ხალხო, რიგი ჯი. ყველა სალარო გახსენით თქვენი არაორგანიზებული ასე და ისე ჯი, რაც საბოლოო ჯამში მაინც, ისეთ ცხელა ერთი ბარსელონა სევილიას დედაც მოუთხან წავედი სახში ჯითი დამთავრდება. იმიტომ რომ ისტორიაში შესვლა კი კარგია, მაგრამ ბილეთებით ხელში რომ შევსულიყავით, კიდევ უკეთესი იქნებოდა. გიჟს გავს ხალხი, ხო? ისე რაც ეს 3 დღეა და ფეხბურთის თუ არა, ბოლო-ბოლო თეთრი ბილეთი მაინც მოგვეცით. აი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გუშინ პარლამენტის კომიტეტში მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობდნენ. ახლა მსჯელობა ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი იქნებოდა დეპუტატი ბუკიას შემთხვევაში, რამე თუ მისმა არგუმენტირებულმა და ჩამჭრელმა კითხვა-პასუხებმა მთელი მსოფლიოს მეცნიერებს დაუმტკიცა, რომ მარიხუანის მოწევის გარეშეც შეიძლება მაგარი დაბოლილი იყო. და თან ის პარლამენტშიც იჯდა. მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობენ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე. ეს არის გოგა ხაჩიძის ინიციატივა. ზანეთ რომ პარტიული პოლიტიკური კონტექსტიდან თავისუფალი გაქვთ თქვენი ინიციატივა და არაპირებთ მომავალში პოლიტიკაში ყოფნას. რა თქვენთვის აწყობთ რომ ერთ გემრიელა თავისუფლად დაბოლდეთ და ფულები იხადოთ თუ რისთვის გინდათ ეს გამოპროექტის ინიციატივა რა არის ძალიან მაინტერესებს. მე ვფიქრობ ძალიან გაგწიროთ თუ ცოტა შეგინდოთ და დაგინდოთ და მანდ-ამას არ გაგანადგუროთ. რა მაგრა უთხრა ბიჭო, მაგრა უთხრა რა. არა ისე მართალი ეს ბუკია, დეპუტატს ახლა თუ პირადი ინტერესი არ ამოძრავებს, სხვა რა მოტივაციით შეიძლება დააყენოს კანონპროექტი. რა ვიცი რა, არ იყოს ესეც ახლა მოქალაქეების მიერ არჩეული ორგანო და ჩვენი ფულით არიღებდნენ ხელფასს. არა, შეიძლება ბუკიას გონია რომ ამ ქვეყანაში მარტო გოგა ხაჩიძე ეწევა მოსაწევს და საერთოდ ვერ ამჩნევს მის გარშემო მყოფ დაბოლილ ადამიანებს. არც იმას გამოურიცხავს სხვათა შორის ბუკია მართალი იყოს და ხაჩიძე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობდეს, მაგრამ კარგია როცა დეპუტატის ინტერესებს სხვა მოქალაქეების ინტერესებით ემთხვევა. რა თქმა უნდა, ახლა ხაჩიძეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფრო მარტივად შეეძლო ამ კანონპროექტის მიღება ბუკიებთან, ბესელიებთან და პაპუაშვილებთან კამათის გარეშე, მაგრამ მაშინ შეიძლება არ ეწეოდა. საკრებულოში ამბობენ, აღარ გვინდა რუსთაველის სახელობის აეროპორტი. იმის სახელობის იყოს, ვინც ისტორიაში შეგვიყვანაო. ანუ ისევ გამსახურდიაო? არა, ბილეთები ჯიო. გიგაბუკია ამ ხელს ხაჩიძეს. შენ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, იმიტომ გინდა რომ თავისუფლად მოწიო. და ხაჩიძე კიდევ პასუხობს, ნუ მაბრალებ რაღაცებს, თორემ მანდატურებს თქო დააბანე შენი ლურჯი დრაკონი და გაჩვენებ სეირსო. აი ვინ თქვა რომ ქვეყანაში არაფერი კეთდება და სახელმწიფო გაჩერებულია? პირიქით, გაჩერებულია კი არა, მე მგონი ზოგ რამეში ზედმეტადაც ჩქარობს. სახელმწიფო მხატია ვოლნისტი ქალად აღიარა. ქრონიკის სიუჟეტის გმირი, რომელსაც დაბადებისას დოკუმენტში შეცდომით მამაკაცი ჩაუწერეს, წლების განმავლობაში ცდილობდა ხარვეზის გამოსწორებას.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 20 წლის ხატიას დოკუმენტებში სქესი მდედრობითი ჩაიწერება, სერვისების განვითარების აგენტომ დღეს მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ხატია ვოლნისი პირადობის მოწყობის აღებას და იმ უფლებებით სარგებლობას შეძლებს, რასაც აქამდე ვერ ახერხებდა. ხატიას სწავლას, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას, საყოველთაო დაზღვევით სარგებლობასაც შეძლებს. ვოლნისტის პრობლემებზე ქეთი პოჯგამ სიუჟეტი მაისში მოამზადა. აჰა, ნუ ხარ სახელმწიფო სულსრაფი, ნუ რა გეჩქარებოდა ახლა მდედრობით სქესს რომ აკუთვნებდი სულ რაღაც 20 წლის ქალს. აცალე რაღაცა, აცალე. ადამიანი 25 წლამდე იზრდება. რა იცი ახლა 5 წელიწადში რა მოხდეს და როგორ გადაუბრუნდეს გონები. არა, ერთი შვილიც კი გააჩინა ამასობაში, მაგრამ მე რა? არის იცი რომ ახლა ჩვენში მართლა შვილად 3 შვილი ითვლება. ახლა მართალია უკვე ქალბატონ ხატიას აქამდე მრავალი სოციალური პრობლემა ექნებოდა. პირადობის მოწყობას ვერ იღებდა, საყოველთაო დაზღვევით ვერ სარგებლობდა, ვერ სწავლობდა და ქვეყნიდანაც ვერ გადიოდა, მაგრამ შენ რა შუაში ხარ? რატო ეწერა ძმაო, დაბადების მოწყობაში მამრობითი სქესია? შენი ბრალია? თუ ჩემი? რაო? შეცდომა დაუშვესო? მე შეცდომაზე პასუხი უნდა იგოს ძმაო. და დიდი ამბავი ხა თუ შეცდომა სხვამ დაუშვა და ისა პასუხს სხვა აგებს. არა რა სახელმწიფო რა გეუბნები რა მეტისმეტად იჩქარე, ხო? გეუბნები. მოგეცადა ცოტა კაცო და საქმე ისე მიდის მსოფლიოში მგონი მალე სქეს საბუთში კი არა საბუთების იქით აღარ ექნება მნიშვნელობა. ხატია ვოლნისტი ამბობს პირადობაში სქესის შეცვლა 18 წლამდე მინდოდა, თორემ ახლა რაღაცი მინდა ჯარი უკვე მოვიხადეო. ბილეთების ჯის დირექტორი მართავს პრესკონფერენციას. ხალხო ძალიან გთხოვთ, ყველა ერთად ნუ გვაგინებთ. რიგში ჩადეკით, რიგშიო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია, დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე.